გამარჯობა. დღეს მოვამზადებთ აჩმას, თუმცა ოდნავ არასტანდარტულად. ამ რეცეპტისთვის არ დაგჭირდებათ არც ცომის მოზოლვა და არც ძალიან დიდი დროის დახარჯვა. დაგჭირდებათ ლაზანიას ფირფიტები, ყველი ბლომად და კარაქი. მე ლაზანიას ფირფიტები მოვხარშე წინასწარ მარილიან წყალში. ლაზანიას მზა ფირფიტებს მოსახარშად სჭირდება დაახლოებით 10 წუთი. მზაობას შეატყობთ მაშინვე, როგორც კი ფირფიტები იცვლის ფორმას და ფერს. უფრო სითეთრისკენ წავა. მოხარშული ფირფიტები უნდა გააგრილოთ ცივ წყალში. ამის შემდეგ კი უბრალოდ შეგიძლიათ დაიწყოთ აჩმის აწყობა გამოსაცხო ფორმაზე. აჩმის აწყობა არის ძალიან მარტივი, უბრალოდ ფენა-ფენა ვალაგებთ ჯერ ლაზანიას ფირფიტებს, შემდგომ კარაქს, შემდგომ ყველს და ასე თანმიმდევრულად, სანამ ინგრედიენტები არ დაგვიმთავრდება. იმისთვის, რომ საბოლოო პროდუქტის სტრუქტურით აჩმას დამსგავსებოდა, მე ოდნავ დავანაწევრე ლაზანიას ფირფიტები. ზუსტად ისე, როგორც ვიდეოში ხედავთ. როგორც კი დაასრულებთ ლაზანიის აწყობას, შეგიძლიათ უბრალოდ დაჭრათ სასრულ ნაჭრებად, მე გამომივიდა 8 საკმაოდ მოზრდილი ნაჭერი და გამოაცხოთ მაღალ ტემპერატურაზე, სანამ ზედაპირი ფერს არ შეიცვლის. ამ რეცეპტით აჩმის მომზადებას შეძლებს აბსოლუტურად ყველა. ცომი არის ძალიან კარგი სტრუქტურის, არც ძალიან სქელია და არც ძალიან თხელი. და რაც მთავარია, არ სჭირდება მომზადება, უკვე მზა არის, ამიტომ გარანტირებულად გამოგივათ ყველას ამ რეცეპტით აჩმა. ამ რეცეპტით მომზადებული აჩმა არ საჭიროებს დაყოვნებას, შეგიძლიათ პირდაპირ გამოაცხოთ და მზა არის მაშინვე, როგორც კი ზედაპირი ოქროსფერი გახდება. გემოთი არაფრით არ ჩამოუვარდება ავთენტურ აჩმას, ამიტომ ყველას გირჩევთ, რომ მოამზადოთ და თუ მოამზადებთ, აუცილებლად გამიზიარეთ უკუკავშირი.